დილა მშვიდობის. მოგესალმებით, ბედნიერ წარმატებულ და ძალიან ლამაზ დღეს გისურვებთ ჩვენო უცბირფასესო მაყურებლებო. როგორც ყოველთვის გვირდებით, რომ ძალიან საინტერესო სტუმრები გვეყოლება, ვეცდებით მხიარული გადაცემა გამოგვივიდეს და შემეცნებითი რაც თავარია და არაჩვეულებრივი სტუმრით ვიწყებთ. ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის თქვენი მობრძანება. მამა გიორგი თევდორაშვილი გახლავთ ჩვენი სტუმარი, რომელიც ნარიყალაზე მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გახლავთ და რა თქმა უნდა ჩვენთვის ყოველთვის რაღაც განსაკუთრებული მომენტია ხოლმე და განსაკუთრებული სიყვარულის გამომწვევია კიდევ ერთი, როდესაც სასულიერო პირები არიან ხოლმე ჩვენი სტუმრები და მაქსიმალურად გვინდა რომ მათგან რაც შეიძლება ბევრი რამ ავიგოთ და მოგესალმებით ბატონო. თან პეტრე პავლოვის მარხვა გახლავთ და ამის შესახებ დავიწყოთ საუბარი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, დიდი პატივია რომ დღეს ჩვენთან ერთად ბრძანდებით. პირველ რიგში მოგიკითხავთ, ხომ ხართ კარგად? მადლობა, თქვენ როგორ ბრძანდებით? მადლობა, ძალიან თქვენ არის სტუმრები რომ მოდიახოთ და კარგად ავართ. თუ არ გეწყინებათ შესწორება შევიტან თქვენს შესავალში, არაჩვეულებრივი არა ვარ, ჩვეულებრივი ვარ და ყველა მინდა რომ ჩვეულებრივი ვიყო. ამიტომ ხართ არაჩვეულებრივი. ყველას გიჩვევთ რომ ჩვეულებრივები დარჩით, რომ იყო ჩვეულებრივი, ეს ძალიან კარგია. დიახ. არაჩვეულებრივია ეგ. არაჩვეულებრივია რომ ჩვეულებრივი იყო. გაიხარეთ. წმინდა წერილში მოგეხსენებათ რომ წმინდა წერილი მარტო ქვია 76 წიგს, რომელსაც ძველი და ახალი აღთქმა ქვია ბიბლიას. იწყება წმინდა წერილი ბიბლია სამყაროს შესაქმნით. და თანამედროვე ენაზე ვიტყვი, ღმერთი მამა, ძე და სულიწმინდა ქმნის სამყაროს. და ღმერთი ესაუბრება თავის შექმნილ დედამიწას, რომ მიწამ აღმოაცენოს ბალახეული და ხეები, მცენარეები, ყვავილები და იქმნა ასე. მიმართავს ზღვებს და ოკეანეებს, რომ გაჩნდნენ იფუტპუტონ ზღვაში თევზებმა. და შემდეგ უკვე წმინდა სამება თავის თავში გამართავს ბჭობას და ამბობს, რომ ქმნეთ კაცი ხატვებისაებ და მსგავსებისაებ ჩვენ და ნახეთ, როდესაც ქმნის ფრინველებს, ცხოველებს, ფლორას და ფაუნას, აკურთხებს სამყაროს, მაგრამ როდესაც ჩვენს შექმნას აპირებს, უკვე მიდის მსჯელობა, ბჭობა. და რას ამბობს? ჩვენნაირი იყოსო ადამიანი, ხატვებისაებ და მსგავსებისაებ ჩვენ და ეხლა მე გისვავთ თქვენ ყველა შეკითხვას. ბალახს რომ მოგლიჯავთ სცენარეს რა იმართება? ნუ რა თქმა უნდა ხოლმე დაკვირდება და გახდება. თევზი რომ ამოიყვანოთ ზღვიდან რა დაემართება? მოკლედ ადამიანი რომ დაშორდება ღმერთს რა დაემართება? კი ბატონო. აი ამიტომ დაადგინა ეკლესია მარხვა. ამიტომ დაადგინა ღმერთმა თვითონ ეკლესია. ლოცვა, აღსარება, ზიარება, რომ ადამიანი ჩვეულებრივი არსება გახდეს უკვე ღვთის ხატება და მსგავსება და მიემსგავსოს ღმერთს. ამიტომ ისეთი პიროვნებები, როგორიც იყო პეტრე, როგორიც იყო პავლე, სხვა მოციქულები, მათი ცხოვრება შეგვახსენა, დაიწერა მათი ცხოვრება, მათი ხატები შეიქმნა, რომ ჩვენ ქრისტიანებმა გულისხმავყოთ, ვის უნდა მივბაზოთ. დღეს სამწუხაროდ მარტო მსახიობები, თქვენ არ გეწყინოთ, ფეხბურთელები არიან მისაბაძე ხალხი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. რაღაც გარკვეული ნიჭების რეალიზაციაში შეიძლება მივბაზოთ, მაგრამ უფრო მეტისთვის არის ადამიანი შექმნილი, უფრო მეტი დანიშნულება აქვს ადამიანს, რომ ადამიანი კარგი სპორტსმენი იქნება, კარგი მსახიობი, კარგი ექიმი თუ ვინც იქნება, უნდა განიხვთოს. თვითფრენავი როგორც გინდა ლამაზი იყოს, აეროპორტში რო იდგეს, თუ არ გაფრინდება, ლამაზად გამოიყურება, ხო? თუ არ აფრინდა, მისი დანიშნულება არ შეასრულა, რა აზრი აქვს? მატარებლებში რო ჩაჯდე და არ დაიზრას მატარებელი, მაგრამ მაღალი კლასის მატარებელია, ზიხარ და იყურებით და ბილეთი გიჭირავ ხელში, დაიწყე იქ სიმღერა, ცეკვა, თამაში და არ დაიზრა მატარებელი. ნიაზის აქვს კარგი სიმღერა, ხო? კანს გასთა მატარებელი, ძალიან დიდი ის არის ამაში ფილოსოფია. ხო და ამიტომ ჩვენ ერთ ადგილზე არ ვიყო და ჩვენი დანიშნულება ბოლომდე შევიმეცნოთ, უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენ მარტო ამისთვის არა ვართ ამ ქვეყანაზე მოსულები, რომ გავერთოთ, ხო, ვიხალისოთ, ვიმღეროთ, ვიწვევოთ. ძალიან კარგია, მე ძალიან მიყვარს და ერთ-ერთი ერთგული მაყურებელი ვარ
და მსმენელი თქვენი გადაცემების მადლობა. მე აქ იმიტომ მოვედი რომ უფრო მეტი შინაარსი მივცეთ თქვენს გადაცემას, უფრო მეტი გავიგოთ, უფრო მეტი მაგალითები მოვიხმოთ. ეხლა რატო ვინ არის პეტრე, ან ვინ არის პავლე, ხო? ჩვენთან ასე იციან ხოლმე პეტრე და პავლე, ცოტა ესე იხსენებენ ხოლმე. კი ბატონო. სანამ პეტრე მოვიდა პავლეს თავი კი ბატონო, რაღაცა ხალხურ ფოლკლორში ასევე ისიც საინტერესოა, რომ რაცო პეტრემ პავლეზე ილაპარაკაო, პავლეზე მეტი გავიგე, ვიდრე კი ბატონო. პეტრედან დავიწყოთ, იმიტომ რომ პეტრე ასე თქვა პირველი მქადაგებელია, პირველად მან იქადაგა, უციგნური მეთევზური ადამიანი იწყებს ქადაგებას და 3000 ადამიანი მოექცევა. ერთხელ ქრისტე თავის მოციქულებთან ერთად საუბრობს და სვავს კითხვას. ხალხი რას ამბობსო, ვინა ვარ რომ უპასუხეს რომ ესაია ხარო, იერემია ხარო, თქვენ რას ამბობთო, ვინა ვარ? პეტრე ძალიან ისეთი ფიცხი კაცია, წამოხდება და შენახარო ქრისტე, ძეხთვისა ცხოველისა. და მაშინვე უთხრა ქრისტემ რომ შენახარ კლდე, ანუ პეტროს ლათინურად არის კლდე და კლდესაზე და აღვაშენო ეკლესია ჩემი და ჯოჯოხეთის ბჭენი მას ვერ ერეოდიან. აქ წინასწარ გითხრა რომ ნერვიულობთ რა. ჯოჯოხეთი აღდგება თქვენ წინააღმდეგ ბოროტი ადამიანები იქნებიან, მაგრამ ფინალი ცნობილია, თქვენ გამარჯვებულები იქნებით, იმიტომ რომ ქრისტე არის თვითონ გამარჯვებული და ღმერთია. ოღონდ აქ ხაზი მინდა გაუსვა, ლათინები, კათოლიკები ამბობენ რომ პეტრეზე დაამყარა, არა პეტრეზე ადამიანზე არ შეიძლება რომ რამე დაამყარო, იმიტომ ცვალებადი არსება, მერყევია, ეშლება, სამჯერ უარყო და შეცდომები გონდა პეტრეს, ხო? ამას არ მალავს ეკლესია, ესეც საინტერესოა რომ არაფერი დამალული არ არის, ყველაფერს გეუბნება ეკლესია, იყო საულე, გახდა პავლე. პეტრე იყო, მაგრამ სამჯერ უარყო, მაგრამ სამჯერ შეინანა. აქავე მინდა დავანახო ჩვენ ძვირფას მაყურებელს ესეთი მდგომარეობა, აი ადამიანის ცვალებადი ბუნება არის გადმოცემული. კაცი, რომელიც არის კლდე, უწოდა კლდე და ეკლესია დააფუძნა ამ სარწმუნოებაზე. შეაქო და უთხრა რომ ეხლა შენო ესო ადამიანმა კი არა თქვიო, ესო სული წმინდამ გამოგიცხადაო. ბარ იონა, ბარ არის შვილი და იონა არის მტრედი. და ამის მერეო შენო აღარ იქნებიო, შენ იქნებიო კეფა, ანუ კლდე იქნებიო. სიმონი ერქვა და გახდა პეტრე. სიმონ პეტრე, ასე იწოდება. არ გადის ზუსტად 2 წუთი, 3 წუთი ქრისტე ყვება რომ მე ჯვარს გამაკრავენ, ტანჯვას მიეცემა ძეკაცეს და წამოხდება იგივე კაცი რომ ამბობს რომ სარწმუნო შენახარ ძეხთვისა, არ გააკეთო ეს, ანუ ეს თავს გაუფრთხილდიო. ხო. წარმოიდგინეთ რა. აირიდეო, ხო, აი და აი ყურეთ ასე უნდა განვედე ჩემგან მართულ უკუნ სატანა, შენ ახლა შენი პირიდან ეშმაკმა აილაბარაკა. ანუ უნდა გულისხმავთ რომ თუ კი აი ამ კაცმა რომელსაც ეწოდა კლდე, კეფა, ერთ წუთში აღიარა ჭეშმარიტება და მეორე წუთში ეშმაკის აზრები გააჟღერა, რა შეიძლება ჩვენ დაგვემართოს, ხო? აი ამიტომ უნდა გულისხმავთ რომ არა უშავს დაეცა, იუდა ერთხელ დაეცა, ვერადგა და ჯოჯოხეთში აღმოჩნდა პეტრე სამგზის განუდგა ქრისტეს, მაგრამ სამჯერ აღიარა რომ მიყვარხარ უფალო და დამწყემსე მსხოვარი ჩვენ. აპატიეთ გემოთ მოყარეობა, მაგრამ უფრო მეტად მიყვარს მე პავლე, იმიტომ რომ პავლე უფრო საინტერესოა ჩემთვის პირადად და რატოა საინტერესო, რომ პავლე არის რაბინი, ანუ მოძღვარი, ძალიან მოშურნე კაცია, კილიკიის ტარსულში დაბადებული რომის მოქალაქე, პარტიით არის ფარისეველი, გამალიელის ფეხებთან აღზრდილი, ეროვნული კაცია რა, მოკლედ პოლიტიკო ვერიტანს ვინც ქრისტიანებს. გონია რომ ქრისტიანები არიან მტრები, იუდეველების სექტა, რაღაც ესეთი და მიდის რომ შეიპყროს ქრისტიანები, გაიგო ინფორმაცია აქ რომ დამასკოში არიან შეკრებილი და მიდის გულმხურვალე კაცია, გონია რომ მტრებსაც აბრძოლველას. ხო, რა, მიდის რომ უნდა დააკავოს და გამოეცხადება ქრისტე. და უნდა რომ საულ, რატომ დევნი მე? აი პეტრე პავლეს სიბძნე რაშია რომ მაშინვე ეტყვის ვინა ხარ უფალო და რა გსურს რომ გავაკეთო, თვალ დაუბნელდება, მაგრამ აეხილება სულიერი თვალები. და რა მინდა ახლა ესე მოკლედ რო გითხრათ რომ ჩვენ პეტრე პავლობის მარხვაში უნდა გავაძლიეროთ პეტრეს სარწმუნოება ჩვენში და პავლეს სიბრძნე, პავლეს სიყვარული, პავლეს შემართება და ყოველი ესეთი
დიდი მარხვის შემდეგ, აღდგომის შემდეგ, ამაღლების შემდეგ და სულთმოფენობის შემდეგ ერთი კვირა გადის და იწყება პეტრე-პავლობის მარხვა. რატო? რომ სარწმუნოება ვიქადაგოთ ხალხში. რაც დიდ მარხვაში ვერ გავაკეთეთ და ვერ შევძელით, აი ეს 60 ქულოს სწავლება იქნას ჩვენში გამოსახული. აი მე მჯერა შეიძლება ვცდები ახლა, მაგრამ რომ აი ამ გადაცების შემდეგ რამოდენიმე ადამიანი მაინც შეუდგება ქრისტეს. და თუ აქამდე ვინმეს ჯერ კიდევ არ აქვს მოფიქრებული მარხვა, იმიტომ რომ არ იცით რა არის მარხვა. ზოგს გონია რომ ხორცს რომ არ მიირთმევს და კარტოფილს მიირთმევს, ეგ არის მარხვა. არა, რომ აღარ განიკითხავთ არავის. ბოროტები და შურიანები რომ არ იქნებით და თავდაბლები რო ვიქნებით, აი ეგ არის მარხვა, თორემ ზოგი ვეგეტარიანია და ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ხო უბრალოდ მათი გეხმარება ამ ყველას. თუმცა მოუწოდებთ რომ რატომ მარხვას არ ინახავ, აი ცი შვებულებაში გავდივარ, ზღვაზე მივდივარ და დაშუაშია შვებულება და ზღვა მარხვასთან, ხო? აი დიახ, ზუსტად აი ეს არის მამაო, რომ ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ზაფხულში ძალიან რთულია მარხვის შენახვა. და თქვენ რას გვირჩევთ, როგორ შეიძლება რომ ეს სულიერი პირიქით ადვილია, იმიტომ რომ მოსმეული ბევრია. რა პრობლემაა, ხო? უბრალოდ მე არ განვიკითხავ, მაგრამ უბრალოდ არიციან რა არის მარხვა. მარხვაში თავშეკავებული უნდა იყო ცუდი რაღაცეებისგან რა. აი, მათ შორის საკვებისგან. რუსულად მარხვა არის პოსტ. პოსტი არის საგუშაგო, სადაც დარაჯი გუშაგი დადის შაშხანით და იცავს, ხო? ქართულად მარხვა, დამარხვა, დაცვა ჩვენ საფლავეს სამარხს ვეძახით, ხო? ჩვენი წინაპრების გვამები რომ განისვენებს. ანუ ვიცავთ მათ სხეულებს და მარხვაში შენი რწმენა, შენი ღირსება, შენი ინტელექტი, შენი ეს ეროვნულობა, შენი ქართველობა, შენი აღმსარებლობა უნდა მეტად დაიცვა და მეტად კარგი ადამიანი უნდა იყო, თორემ მარტო ლობიოს ჭამით ჩვენ ვერ გავქრისტიანდებით. ცხონება რთულია მაგრამ არ ეწყინოთ არავის, აი ბევრს ასე გონია, რომ აი ისეთ წმინდად შევინახე და ამ დროს გულში იმდენი ხვლიკები ყავს და იმდენი ქვეწარმავლები ყავს, რომ და მარხულობს ერთ მარხვას არ აცდენს, ხო? აი ლუარსაბის ის მინდა დაგანახოთ რა, რომ ლუარსაბის სიზმარი, სიზმარში ნახავს ლუარსაბი ევედრება ღმერთს, რომ 6 აბაზის ანთელი დაგინთეო, თელეჩიო მიბძანე და მოვედიო და მაინც არ მაძლევო შვილს და ჩემ ძმა მოსესო, საყვედუროს. უკვე თან დააბიზღებს სიტყვის ღმერთმა არ იცოდეს, რომ თეფსე აჭმევსო, წევარსო აჭმევსო, თეფსეს აჭმევსო და არაფერს არ ლოცულობს, არ მარხულობს და იმასო უფრო წყალობო. აი ესეთ ადამიანს ღმერთი ხო არ უსმეს და ასეთი სამწუხაროდ დღეს კიდევ არიან ლუარსაბები და დარეჯანები. მე გვიკვირს რომ ქვეყანა რატო უკეთეს მდგომარეობაში არ არის. ო ამის ბრალია, იმის ბრალია, არავინ არ ამბობს რომ ჩემი ბრალია. აი დღეს რომ თქვათ ეკლესიაში ბევრი ხალხი არ მოდის, მე ჩემ თავს ვაბრალებ. მე არავის არ ვაბრალებ, ხო აი მასონები, აი სოციალური ქსელი, აი გვებრძვიან. არა. პირველ რიგში მე თუ არ ვიქნები კარგი სულიერი მოძღვარი, მე ვებრძვი ეკლესიას. მე რომ კარგად არ ვილოცებ და კარგად არ ვიქადაგებ, მე გამოვდივარ პირველი დამნაშავე, თუ დღეს ხალხი იმდენად მეტად არ არის ეკლესიაში. კი ბატონო, ეს ზოგადად ძალიან დიდი პრობლემა არის, როდესაც ადამიანი საკუთარ თავში არ ეძებს მთავარ დამნაშავეს და ეს სხვათა შორის ეროვნულ ასე ვთქვათ მასშტაბებზეაც გადის. ყოველთვის რაღაცა ვეძებთ მარტო ქარეშე მტერს და ჩვენ რო რაღაცა დავაშავეთ თლიანად დავუშვათ მოსახლეობა მაგაზე აღარ ვფიქრობ ხოლმე და სულ სხვა განგვინდა მივმართოთ ჩვენი ისე გადავიდეთ ასე ვთქვათ გადმოვიდეთ უბრალოდ ჩვენს გადაცემაზე ძალიან ბევრი ემიგრანტი გვიყურებს ჩვენ საბედნიეროდ და აი მათაც რომ მოვეფეროთ მოვესიყვარულოთ 1-2 იმიტომ რომ მათ უფრო განსაკუთრებული ის აქვთ ბმა რა თქმა უნდა ამ ტკივილიან საკითხებთან და მოდით აი რაღაცა 1-2 სიტყვა მათაც მე თქვენს გადაცემაში რამდენჯერმე უკვე გავაჟღერე ეს თემა და როდის დავინტერესდი მე ემიგრანტებით ჯერ მინდა რომ ყველა შეგახსენოთ რომ ჩვენ ყველა ემიგრანტები ვართ 64-დან ყველა ტოლვილები ვართ ჩვენ გამოგვაპინტრიშეს იქიდან იმიტომ რომ ჩვენმა წინაპარმა ძალიან ცუდი რაღაცები ჩაიდინა და ჩვენც ვაგრძელებთ იგივეს და ეს სიტყვა ნოსტალგია ნოსტოსალგეოს ნიშნავს იმ დაკარგულის ხსოვნას აი ყველა ადამიანში არის ნოსტალგია როგორც გინდა კარგად ვიცხოვრო დედამიწაზე მაინც მოწყენილია ადამიანი მაინც დარდი აქვს იმიტომ რომ არ არის ბუნებრივ მდგომარეობაში 10 ვარსკვლავიან სასტუმროში რომ იცხოვრო მაინც
რაღაცა არ ახარ კმაყოფილი, იმიტომ რომ არაბუნებრივ მდგომარეობაში ხარ და თან ემიგრანტი რო ხარ და კიდევ ემიგრაციაში მიდიხარ შენი ქვეყნიდან, ეს ორმაგი ჯვარია უკვე და მე როდის დავინტერესდი, ჩემი შვილი სწავლობს ამერიკაში, სადოქტოროს იცავს ბიოქიმიაში, კესარია თევდორაშვილი და იმის შემდეგ 2 წელი გავიდა უკვე რაც ამერიკაშია, იქ დაოჯახდა, მეუღლე ქართველი ყავს. ნიკოლოზი და აი იმის მერე განსაკუთრებით უკვე მე 2-რად გავიყავი ფაქტიურად, ნახევარი უკვე იქითა ვარ ჩვენ მშობლები. და ამასობაში გავიცანი უამრავი ემიგრანტი, ზოგი სულიერი შვილი, ზოგი მერე გახდა სულიერი შვილი, ზოგი მერე დავმეგობრდით და შევქმნი სანუგეშო ერთობა ჩაცრო ეძახიან მესენჯერში და დავარქვით სანუგეშო ერთობა, ერთსულოვნება და ყოველ დღე ამ ადამიანებს მე ხმოვან შეტყობინებებს უგზავნი, საეკლესიო თემებზე ვესაუბრები და მათთვის არის ეს ძალიან დიდი ნუგეში. მათ შორის ძალიან ბევრი ყველა კარგი ადამიანია, არიან კიდევ გამორჩეულებიც, ნიჭიერებით დაჯილდოებული ახალგაზრდები და რა მინდა რომ ყველას ვთხოვო რომ ყურადღება დავუთმოთ ჩვენ ამ ადამიანებს, იმიტომ რომ არავის არ ეწყინოს რა, დღეს ცოტა რაღაცა მკაცრი ვარ თუ ამხილებელი ვარ. ჩვენ ველოდებით იმათგან გარკვეულ ფინანსურ შემწეობას, ხო? და ჩვენ ხო შეიძლება რომ მათ სულიერი მივაწოდოთ, გვახსოვდეს, მოვიკითხოთ. მარტო იმას ნუვეთქვით, რომ თანხა მჭირდება რა, ოპერაციისთვის, ამისთვის, იმისთვის, და როგორ ახართ? როგორ ახართ? აი მე შენ ლოცვებში გიხსენიებ, ხო? მე ყოველ დღე შენზე ლოცულობ და ამაზე დიდი, რა ვიცი, რა უნდა გაუკეთო. ელემენტარულად გვახსოვხართ. ვინც ეხლა ყველა გვიყურებს ისოდეთ და მინდა მოვიკითხოთ თქვენი საუბარი. ნუგეშელები ვართ, ესეთი ძალიან კარგი ხალხი და ვიცი რომ კიდე ბევრი ადამიანი გაიგებს, რომ დედა ეკლესია და არა მარტო დედა ეკლესია, თქვენაირი ტელევიზიები ყოველთვის ფიქრობენ ამ ადამიანებზე და განსაკუთრებით ჭირდებათ მათ ჩვენი ყურადღება. დღეს თანამედროვე ადამიანს, კიდე საქართველოში და კიდე საზღვრებს გარეთ ყურადღება აკლია. ყურადღება როგორ არის? აი დილით რომ ადამიანს გულიანად მიესალმები, გონია რომ ფული უნდა ესეს ხო? რადგანაც თქვენი გადაცემა უფრო იუმორისტული და მუსიკალურია, აი ესე მეც კახელი ვარ და კახელს ეკითხებიან, როგორ ახარო და ღირსი არ ხარ, დავჯდე და მოგიყვე ახლა. როგორ? იმიტომ რომ ის ტყუილად ეკითხება, როგორ ახარო, გესმით? აი როგორია პასუხი, მე კარგად, შენ ცოტა ხანი გაჩერდი, მართლა კითხე, თვალებში ჩახედე, ხო? ხა ჩვენ ხო აი გაინტერესებს რაღაც იმიტომ არ გამოვდივართ აქ რომ ყელი მოვიღერო და ტელევიზორში ვიყავი და არა ხო თქვენ მართლა გიყვართ ხალხი და თქვენ გადაცემებს მე ხშირად უყურებ იმიტომ და თელი სული და გულია ჩადებული ხან მომღერლები მოგყავთ ხან ეს და აგერ მეც საეკლესიო ღვთისმსახური მოვედი რატო ერთი მიზანი აქვს ამ ყველაფერს საზოგადოება უკეთესი გახდეს შეიცვალოს აი მარხვა რა შემჭირდება რომ მე უკეთესი გავხდე თუ თქვენი გადაცემის მერე მე უკეთესი არ გავხდები რა თმინდა იმ გადაცემის ყურება იმედი უნდა შემოვიდეს ხო სიხარული უნდა შემოვიდეს და დღეს უკვე ვიცი რომ ბევრი ადამიანი დადებითი მუხტით გავა სახლიდან არის ტელევიზიები პირიქით ხო შეიძლება იარაღი აიღო და ისე გახვიდე რა მარხვა და ის მარხვა და მეც ახლა ისე დაუმშვიდდი სულიერად მადლობა თქვენ ეს არის ხალხო რომ გადაგებები ახლა აგერს ლამაზი ბავშვები გამოჩნდნენ ხო დადებითად სულიერად და ფიზიკურად დამოხტული რო გახვალ მე მგონი აღარ განიკითხავ აღარ იბილციტყვავებ ხო აღარ იქნები შურიანი და ბოღმა ძნელია ახლა ეს ყველაფერი მაგრამ არ არის მარტო კარტოფილის ჭამა მარხვა კაცო ხო უნდა სახარება ვიკითხოთ ვილოცოთ სიკეთე გავაკეთოთ არ აქვს შურდეს არ ვიყოყოჩოთ და ადამიანები გვიყვარდეს მეტი არაფერია ეს არის მე მგონი არ არის ძნელი ხო არა ნამდვილად და მოდით განსაკუთრებულად მოვეფეროთ ერთ ძალიან კარგ ახალგაზრდას და ძალიან მიხარია რომ თქვენთანაც აი ესეთ რაღაც კარგი ლუკა ციკლაური კი ბატონო დიახ უნიჭიერეს აი თან ახალგაზრდა იქნება ახლა უნიჭიერესი ბიჭია ნამდვილად ეს პიერიშელი გამოხდა ხო აბა რა მოგყვეთ მამაო მის შესახებ ლუკას მშობლებია მოწმუნე ადამიანები არიან ლუკა ბავშვობიდანვე ეკლესიურად იზრდება და საერთო მეგობარმა შემოიყვანა ჩვენთან ამ სანუგეშო ერთობაში ლუკა და ასე გავიცანით ლუკა ძალიან გამეხარდა და იმედი მომეცა რომ ჩვენ ქვეყანას ასეთი ახალგაზრდები რომ ბევრი ეყოლება და გაფასებულები ჩვენ მართლა უკეთესი ადამიანები გავხდებით საოცარი ნიჭით არის დაჯილდოებული ლუკა და წარმატება სწავლობდა და თან ძალიან მაგარი ხმა აქვს და ჯერ ინსტრუმენტზე როგორ უკრავს და ყველა ინსტრუმენტზე და
არ ვიცი თან კუჩის მუსიკოსების პატარა თაობის წარმომადგენელი ასე ვთქვათ და ძალიან რაღაცა აქედანვე უკვე ეთყობოდა ასე ვთქვათ კოჭებში როგორც ჯემალ ბაღაშვილმა ჯერ ჯემალმა შემდეგ გიავნა მოგლეთ არ ვიცი აი ძალიან მაგარი ბიჭია ნამდვილად და აი მისი სახით აი მისნაირების ანუ ესენი არიან ადამიანები რომლებიც ემიგრაციაში ცხოვრობენ და თან ძალიან კარგად აჩვენებენ ჩვენ სახეს ქართველების ჩვევებს, ნიჭიერებას, ანუ დადებითი მხრიდან აცნობენ ძალიან უცხოელებს და ნამდვილად დასაფასებელია ასეთი ხალხი რა და კიდევ ერთხელ ყველა ემიგრანტს მოვიკითხავთ დიდი სიყვარული. ძალიან დიდ სიყვარულს გრძნობთ ჩვენს მათგან და ჩვენც გიბრუნებთ ასმაგად, რა თქმა უნდა. მამო, აი ზუსტად აი ამ თემაზე მაინტერესებს, ხელოვნება რამდენად ეხმარება ადამიანს სულიერი სიმშვიდის შენარჩუნებაში? ძალიან კარგი კითხვა. ადამს სამოთხეში ჰქონდა დავალებული კულტივირება სამოთხის, დამუშავება. და ხელოვნება აი შიგნით, რაც შენ შიგნით ხდება, აი ის არის შენი ხელოვნება და ის არის შენი კულტურა. თუ ადამიანი შიგნიდან არის სუფთა, თავდაბალი, უბრალო, მისი ხელოვნება, მისი სიმღერა, მისი დაწერილი და დახატული სურათი იქნება სიმშვიდის და სიყვარულის მომგვრელი. კოკასაშიგან რაც არის, იგივეა ხელოვნება, იგივე მეტყველება გაქვს, იგივე თვალები გაქვს, სულის სანათი მოგეხსენებათ რომ სხეულის სანათი არის თვალი. და აი ნებისმიერმა ადამიანმა როგორც გინდა კარგად იმღეროს, თუ არ არის კულტურული და თუ არ არის სიყვარული თახსავსე, მის სიმღერა არ იქნება ზუსტად. მე არ მოვა შენამდე. თემურ ციკლაურს ვიცნობდი ძალიან ახლოს და თემურის რო გაიცნობდი, ხო, უკვე მიხვდებოდი რომ ეს დიდი ადამიანი იყო. და ყველა დიდი ხელოვანი, დიდი ადამიანი იყო, დიდი კულტურის მქონე ადამიანები იყვნენ. ვისაც არ აქვს კულტურა, შინაგანი სამყარო არ აქვს სუფთა მისი არც ლექსი ვარგა, არც სიმღერა ვარგა, არაფერი არ ვარგა მისი. ამიტომ უნდა ვიმარხულოთ, რომ ჩვენი ხელოვნება, ჩვენი კულტურა, იგივე სპორტი, აი კვარაცხელია ისი არ შევა ხო, მოედანზე პიჯვარი ვარ გადაიწეროს, ხო? მე ვიცი რომ მარტო მაშინ კი არ იწერს პიჯვას, მანამდე იწერს. კი ბატონო. თუ მარტო მაშინ იწერს, ცუდია. მანამდეც უნდა გადავიწეროთ. და ასე მოვიდა ქართველიერი დღემდე და ასე უნდა გავაგრძელოთ, ხო? დიახ. და თქვენი გადაცემა ერთ-ერთი ნიმუშია ამის რომ მარტო მღვდელი კი არ საუბრობს, თან მარტო კი არ მღერიან, ხო? სულსაც მივაქციოთ ყურადღება და პირველ რიგში არსებობს სულიერი კულტურა და არსებობს ხორციელი კულტურა. ერთმანეთის გარეშე ეს წარმოუდგენელია. ასე მადლობა მინდა გითხრათ და თან რაც თავარია ყოველთვის შეიძლება მარხვის დაწყება მიუხედავად იმისა რომ ახლა ერთი კვირა დარჩა თუ ორი კვირა დაახლოებით მე ვაძლევ კურთხევას ვისაც სურვილი აქვს და დაიწყო რომ ერთად ვიზეიმოთ მე თავთა მოციქულთა პეტრე და პავლეს ხსენების დღე. ძალიან დიდი მადლობა. დაწუნებული ვარ დიდი ხნით არ გემშვიდობებით. მამა გიორგი, მადლობა. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. თქვენ მოწვევისთვის.